ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში ჩვენთან სტუდიაში. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რა არაერთ საკითხს შევეხეთ და მოდით აი ირანში ყაველაშვილის ვიზიტით დავიწყოთ. თქვენ ეულ შეფასებას მოვისმენთ ამ საკითხზე. რას ემსახურება ივანიშვილის მხრიდან ფორმალური თვალსაზრისით დე-ფაქტო არალეგიტიმური, მაგრამ მისი გადმოსახედით პრეზიდენტის გაგზავნა, მანამდე პრემიერის გაგზავნა რამდენჯერმე ირანში. რატომ აკეთებს ის ამას, როდესაც დიპლომატიური გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუ არ გინდა რომ ამ რანგით ჩახვიდეს სადღაც, სხვა რაღაც შეგიძლია გააკეთო, მაგრამ ის დემონსტრაციულად უშვებს აი ამ ხალხს, მისი აზრით პრეზიდენტს და მისი აზრით პრემიერ-მინისტრს. რატომ? საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ პირველ რიგში მინდა მხარდაჭერა გამოხატო თქვენ ტელევიზიის მიმართ, რომელიც მე უსმენდი თქვენ შესავალ ბლოგს და ფორმულა ნამდვილად არის თავისუფლების ერთ-ერთი მცირე კერა ამ ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ მედიას ხშირად აკრიტიკებენ, ხშირად უსამართლოდაც, მედია სინამდვილეში არის ის ელმავალი თუ მამოძრავებელი მოტორი, რომელიც ამ ქვეყანაში ბევრ რამეს ტონს აძლევს და თქვენი არსებობა, თქვენი წარმატება დიდწილად განაპირობებს ამ ქვეყანაში თავისუფლების, დემოკრატიის და სუვერენიტეტის აღდგენის პერსპექტივის შანსს. ამიტომ მინდა გისურვოთ, რომ იყოთ გამარჯვებულები. რაც შეეხება ამ კითხვას, ახლა ასევე თქვენ შესავალ სიტყვაში იყო ნათქვამი, რომ პრინციპში ნორმალური იქნებოდა, რომ შენ ყველა ქვეყანასთან გქონდეს რაღაცა დოზით კავშირი, მათ შორის ქვეყნებთან, რომლის ხელმძღვანელობასაც არ ეთანხმებიან, შეიძლება რომელთანაც პრინციპული შეუთავსებლობა გაქვს, ხო? ნუ რუსეთს არ გულისხმობ, რომ რუსეთი ოკუპანტია, მტერია, ირანს მე ნამდვილად ვერ გავიყვან ამ რიგებში, რუსეთის რიგებში, მაგრამ როდესაც ეს ხდება შენი ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე, როდესაც ეს ხდება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ძალამ შეინარჩუნოს ხელისუფლება და აი ამ ტიპის ვიზიტებით ევაჭროს სხვას ამ შემთხვევაში დასავლეთს, ხო, ეს არის ცხადია პრობლემა. ჩინეთიც ახსენეთ თქვენ და ნინო აბსოლუტურად გეთანხმები და მეც ხშირად მიხსენებია ის ფაქტი, რომ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა ჩინეთთან არ არის თანასწორი ურთიერთობა. ნუ ცხადია, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მილიარდნახევრიანი ჩინეთი, რომელიც არის მსოფლიოს მეორე ეკონომიკა და საქართველოს, როგორც შეიძლება იყოს თანასწორი, მაგრამ ფურცელზეც არ არის თანასწორი. აი ძალიან იშვიათად შეხვდებით შემთხვევას, როდესაც აი არსებობს დოკუმენტი, სადაც ეს სტრატეგიული უთანასწორობა პირდაპირ დეკლარირებულად წერია, ხო? აი მაგალითად, იქ წერია, რომ საქართველოები აღიარებენ ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ამასთან საქართველოს აღიარებს ერთი ჩინეთის პრინციპს. ანუ ტაივანის საკითხი ცალკეა გამოყოფილი, მაგრამ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ არის. და მე ის თელი დოკუმენტი გაჟღენთილია ესეთ ფრაზებით, როგორც არის საქართველოს ეთანხმება, საქართველოს უერთდება, საქართველოს აღიარებს, საქართველოს იწონებს. ანუ ცალმხრივი დოკუმენტი, აი მართლა ვასალი მიდის თავდახრილი ეთანხმება იმას, რასაც ეუბნება უფროსი ძმა თუ უფროსი მეგობარი, რაც გვინდა დავარქვათ და ამ შემთხვევაშიც მიზანი უბრალოდ თვით მიზანი იყო, რომ ეთქვათ, რომ აი ჩვენ ჩინეთთან რაღაცას ვაკეთებთ. იქ არ ეთყობა იმ დოკუმენტს არაფერი, არც ელჩის ნამუშევარი, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნამუშევარი, არც მთავრობის ნამუშევარი, იქ თვითონ ფაქტია მნიშვნელოვანი, რომ მე ამერიკას მოუტრიალდნენ და უთხრენ, რომ აი ბატონო, არ გინდათ და მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ანუ მიზანი ყოველთვის აი ესეთ შემთხვევებში არის ვაჭრობა ჩვენი ქვეყნის მომავლით, ვაჭრობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით და ამის ბენეფიციარი არც ერთ ვარიანტში არ არის ქართული ხალხი. ამის ბენეფიციარი თეორიულად შეიძლება იყოს მხოლოდ ის რამდენიმე კონკრეტული ადამიანი, ვინც დღეს საქართველოს აზის თავზე სხვას მართვას ვერ დავარქვათ. რა გამოსდის და რა არ გამოსდის ივანიშვილს ამ ვაჭრობაში? მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ივანიშვილს ჭყალებში პატივს იმ თვალსაზრისით, რომ არასდროს არ მიმაჩნდა ის არც სულელად, არც იდიოტად, არც დეგენერატად, არც ხიხოთ, როგორც მას ძალიან ბევრი სამწუხაროდ პიარი რო არ უარგოდა, თავიდან ყველაზე პოპულარული თეზისი იყო. უნდა დააფასო, უნდა აღიარო, ვისთან გაქვს საქმე და რასთან გაქვს საქმე. ეს ადამიანი ყოველთვის იყო მიზანმიმართული, თანმიმდევრული, გრძელვადიანად აზროვნებდა, იყო სრულად სისხლიანი, ჰქონდა მოთმინების უნარი, განსხვავებით ქართველების 99%-ისგან და ნუ ხა ცხადია ის, რომ მას მთელი რუსეთი უმაგრებს ზურგს, კიდე დამატებითი ფაქტორია აქ და მას აქ ინსტიტუციური მეხსიერება რუსული სპეცსამსახურების. ანუ ის ბევრად უკეთი რომ ამბობ ქართველებს კარგად ვიცნობ, ხო, რუსები ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ ბევრად უკეთ გვიცნობენ, ვიდრე ჩვენ ვიცნობ ჩვენ თავს, იმიტომ რომ ჩვენ ვებძვით საკუთარ მეხსიერებას და მეხსიერების ჰიგიენა არის მთავარი თავდაცვა.
ნებისმიერი ერისთვის, ნებისმიერი საზოგადოებისთვის, იმისთვის, რომ შემდეგ ჯერზე არ გაება იგივე მახეში. მაგალითად, რაღაც შორს წავიდეთ, ხო, რუსეთის თემით სპეკულირება, საერთოდ ალბათ უნდა იფიქრო, როგორც ფინეთში ვერ მოხდება ეს ვერასდროს, ხო? ალბათ საქართველოშიც ვერ უნდა ხდებოდეს. ხო, ბავშვმაც კი უნდა იცოდეს საქართველოში, რომ რუსეთთან ვერ დალაგდები. არსებობს ერთი გზა, საკუთარ თავსზე პატივი, განვითარდე, მეგობრებთან იყო ახლოს, ალიანსები დალაგდების სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმის შემთხვევაში. ხო, რატომ რუსეთთან ვერ ჯორდანია იმპერიის ფარგლებში ყველაზე მეტად ავყვავდით ამბავი არის. მაგრამ ეს ავტომატურად სახელმწიფოებრიობას გამორიცხავს. ეგეც პოილია, იმიტომ რომ ვინაიდან საქართველოს ოქროს ხანა წინა საუკუნეში ოქროს ხანა ქონდა 3 წლის განმავლობაში პირველი რესპუბლიკის პერიოდში, რომელიც რომ გადახედოთ ობიექტურ მაჩვენებლებს, კულტურულ მიღწევებს, სასწავლებლების გახსნას, რა ვიცი, ყველაფერში თავიდანვე ჩვენ ტერიტორიულ სიდიდეს, ხო, რუსები შემოვიდნენ, ბოლშევიკებმა დაგვიფხრეს და საქართველოს ტერიტორიების 1/3 უცბად ჩამოეჭრა. დაარიგეს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ხო, ყველა მეზობელს ერგო რაღაც ხოდ იმიტომ რომ შემოვიდნენ რუსები. არა, მაგ ხოიცი ერეკლე დაიწყება, რომ იმდენად ცოტანე ვიყავით, ეგრო არ მოხდარიყო ფიზიკურად ამ დროს ავიცდებოდ საერთოდ მაშინ მოსახლეობები, ქვეყნების, სამეფოების როგორი იყო და შემდგომში უკვე დემოგრაფიული დინამიკა როგორ განვითარდა ასე ვთქვათ და უბრალოდ დაშვება რო დავიწყოთ 18-21 წლის სასტარტო მდგომარეობიდან საქართველოსი დავიღოთ მაშინდელი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და სახელმწიფოების განვითარების დინამიკა, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმაზე კიდევ გაცილებით წინ ვიქნებოდით ყველა პარამეტრით, როგორც ინდუსტრიული შესაძლებლობებით, მეცნიერებით იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, იქნებოდა ეს თუ ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობის ყველა კომპონენტი და პარამეტრი, ვიდრე თუნდაც დღევანდელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ძალიან დიდი უმრავლესობა. ნამდვილად ასეა და თვითონ ეს ფაქტი რაც ახსენე და მადლობა რომ ეს ახსენე, რომ თითქოს საქართველოში იმდენად ცოტა ადამიანი იყო დარჩენილი მე-18 საუკუნის ბოლოს, რომ სხვა არჩევანი არ ქონდა თუ არა რუსეთთან კავშირი გვეძიებინა, ეს არის რუსული პროპაგანდისტული მითი. ამავე მითზე საუბრისას აი სახელმწიფოებში გეუბნებიან, რომ საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთიან ერთად რო ჩავთვალოთ, ხო, სამხრეთ საქართველოს ართულიან მაშინ, რომელიც ოსმალეთის ნაწილი იყო 700-800 კაციოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან თუ არ ხარ მომზადებული ამ თემაზე სალაპარაკოთ, შეიძლება ცოტად მოგეჩვენოს, მაგრამ თუ გაითვალისწინებ, რომ იმავე პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი 13 კოლონიაში, რომელსაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა, არის დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი და რამხელა ტერიტორიაა ის, ხო? ანუ კვადრატულ კილომეტრზე გადაანგარიშებით ძალიან მეჩხერი მოსახლეობა. და ამ ქვეყანამ დაამარცხა მსოფლიოს უდიდესი იმპერია, ინგლისის იმპერია, ინგლისი და ინგლისს რამდენი ყავდა ის მოსახლეობა? 10 მილიონი. ანუ ის რომ საქართველოს თავი 700-800 კაცით იყო სისხლისგან დაცლილი და სხვა არჩევანი არ ქონდა, არის ბოდიში და იმპერიული ტყუილი, სატყუ არა, რომ დაგვაჯეროს, რომ თითქოს მართლაც ეს იყო ჩვენი გადარჩენის გზა და სინამდვილეში ეს იყო იმთავითვე მიმართული იქითკენ, რომ გავიქმებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, გავიქმებინა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია, შეევიწროებინა ჩვენი ენა, მათ პატრიარქს თუ მათ ეგზარქოს დაეწყევლა ქართველი ერი და რაც თავარია, რაც ხოცებს ხშირად ავიწყდება და ეს ხშირად უნდა უმეოროთ. როცა ისინი საუბრობენ უცხო ომებზე, ხო? უკრაინის ომი, დღევანდელი რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენთვის უცხო ომი არ არის. უკრაინა თუ გაიმარჯვებს, ეს არის საქართველოს გამარჯვება. უცხო ომი იცით რომელი იყო? უცხო ომი იყო მეორე მსოფლიო ომი, რომლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ერთი ტყვია არ გავარდნილო. მიუხედავად ამისა, რუსეთმა თავის ომში, რუსეთის სამამულო ომში წაიყვანა 700,000 ქართველი და ფრონტზე დარჩა 300,000 ქართველი. ყველაზე მე მგონი მაღალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო, ანუ ევროპაში გაგანია საქართველოსგან გაღებული. კი, ერთ-ერთი, ანუ გაგანია ევროპაში, რომ ნახოთ ევროპის ქვეყნები, რომელიც ფაშისტურმა გერმანიამ დაიპყრო ნაცისტურმა. იქ, ანუ შეუდარებლად მცირეა მსხვერპლის რიცხვი. ჩეხეთი, სლოვაკეთი, ფინეთი თუნდაც და ასე შემდეგ, ხო? ნორვეგია, დანია და ასე შემდეგ. შესაბამისად, აი ეს ბოროტება მოგვიტანა რუსეთმა. ეხლა დღეს რუსეთის თემაზე საუბარი სინამდვილეში უკვე მომგებიანია, ვინაიდან ამ ომის მე-5 წლის თავზე სრულად ახალი რეალობაა შექმნილი. ჩვენ შარშან ვისმენდით ჯერ კიდევ ის ლოთი კლოუნი რო ყავთ მედვედევი რო ამბობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მას სიმთვრალეში სიმართლე წამოწდა, მან თქვა რომ თუ ჩვენ ამ ომს არ მოვიგებთ, მაშინ რუსეთი დაიშლებაო. რამდენიმე დღის წინ ეს უკვე პუტინმა გაიმეორა. ეს არის სიმართლე, თუ რუსეთი ამ ომს
ვერ მოიგებს და ის ამომს ვერ მოიგებს მთელი რიგი ისტორიული ფაქტორების გამო და არა მხოლოდ ისტორიული ფაქტორების გამო. მაგრამ მაშინ რუსეთის სახელმწიფო აღარ არის. მაშინ რუსეთის სახელმწიფო არ იარსებებს, რაც ალბათ იქნება ერთ-ერთი უდიდესი სიკეთე კაცობრიობის ისტორიაში. ხო იყო მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა და ეხლა 21 საუკუნის კატასტროფას უახლოვდით მათი გადმოსახედიდან და ღმერთმა მალე მოახვედროს, მაგრამ რა არის აქ გამსაზღვრელი? დღეს განაცხადა პესკოვმა, რომ ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციაა, აღარ არის უკვე ომია და ომი იმიტომ არისო, რომ უბრალოდ დასავლეთი, ანუ ევროპის დედაქალაქები კი არა, ვაშინგტონიც ხარს უჭერს უკრაინას, ანუ ეს იყო მათ არსენალში ბოლო კარტი, ეს კარტი გაჭრილია, დიახ, ჩვენ ყველაფერზე ვატყობთ, რომ უკვე ამერიკასა და უკრაინას შორის თანამშრომლობა აწყობილია და ეს ეთყობა ყველაფერს, მოვლენებს იმაზე, რომ ყირიმი ფაქტიურად ბლოკადაშია მოქცეული, უკრაინა ხან ლენინგრადში და არა სამთ რა ვიცი, ლენინგრადი იყო თუ სანქტ-პეტერბურგი, რაც მე დავარქვათ, იქ ბომბავს სტრატეგიულ ობიექტებს, ხან ციმბირში და ხან კიდევ უფრო შორს. კი ბატონო, აი თქვენ თქვით, რომ აი ივანიშვილი ამბობს, რომ ის იცნობს ქართველს, ოღონდ რუსული პერსპექტივით და რუსული პერსპექტივით ქართველი რომ შეიცნო, დიდი გამოცდილება აქვს რუსეთს ამის, ხო? ჩვენ ხედავთ და ვხედავდით, როგორ იყენებს რაღაც ფაქტორებს მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ ამ ორი საუკუნისა და კიდევ მეტის განმავლობაში და როგორ აღწევს ხშირ შემთხვევაში წარმატებას პროპაგანდისტული თუ სხვა თვალსაზრისით. აი ივანიშვილის შემთხვევაში რაში მდგომარეობს ის, რომ იცნობს ქართველს, თუნდაც რუსული პერსპექტივით, რაში ვლინდება სად ცდილობს საზოგადოების ისე მანიპულირებას, რომ დასახულ მიზნებს მიაღწევს. ხო, ეს მთელი კასკადია ქმედებების, ეს არ არის ხო ცნობა, ანუ ცნობა იქნება რაღაც დემოკრატიულ ვითარებაში, დაუშვათ შეიძლება არის პოლიტიკოსი, რომელიც იცნობს ხალხის ფსიქოლოგიას და მოქმედებს ისე, რომ ხალხმა მას მხარი დაუჭიროს, მაგრამ აქ არის ეს ფაქტორი პლუს მოსყიდვა, პლუს დაშინება, პლუს კვლელობები, პლუს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, მედიის შევიწროება, ადამიანებისთვის უცხოეთში ხმის უფლების ჩამორთმევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ის რაც შეიძლება 12 და 14 წლის წინ აქტუალური და რელევანტური იყო, დღეს პერიფერიულად არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა გაშიფრა ივანიშვილი და შესაბამისად ახლა მისი მხრიდან ვეღარ ხედავთ და ვეღარ ვისმენთ იმას, რომ ჭარბინდობა აქვს და აი ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ იცნობს ეს სიტყვა გამოიყენეთ თქვენ თუ თავად ივანიშვილმა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის სინამდვილეში. აი ეს რეპრესიული მეთოდები და ყველაფერი სჭირდება ზუსტად იმისთვის, რომ დიქტატურა კონდეს, იმიტომ რომ საზოგადოება ამას არ ეგუება, რასაც ივანიშვილი სთავაზობს. ანუ რომ იცნობდნენ, ვახო შენ ამბობ, მე მგონია რომ არალეგიტიმურიც არ ერქმეოდა მის ხელისუფლებას, ის იქნებოდა არჩეული, იქნებოდა კომფორტში და მე მგონია რომ ქართველი ხალხი იცნობს ივანიშვილს უკვე ძალიან კარგად. კი, ეს ფაქტია. კი, მანდ ერთი კომპონენტი დავამატოთ უბრალოდ, რომ რუსეთის ყველა ქმედებას აქვს რაღაცა ვადა. მოდი სპეკულაციურ არგუმენტს ვიტყვი, მაგრამ 91 წელს საქართველოში პუტჩი არ მომხდარიყო, ჩვენ 2004 წელს ბალტიისპირეთთან ერთად შევიდოდით ნატოსა და ევროკავშირში. ანუ რუსებმა მოგვპარეს ცხოვრების არა მხოლოდ 13 წელი, არამედ აი ის იმ საკვანძო ეპიზოდში მზაობა. ჩვენ იმ ტალღის ნაწილი ვიქნებოდით, რომ ყველანაირად აღიქმებოდა მაშინ 91 წელს საქართველოს და ბალტიისპირეთი ერთ კალათაში. ჩავარდა ეს შანსი, ხო? მე მეორეჯერ მოგვეცა ეს შანსი, აი ახლა უკვე, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ივანიშვილმა 2012 წელს ეს შეძლო, რომ აი მან რაღაც აგვაგდო რაღაცეები წყალებში თავისივე სიტყვებით, ხო? ეს შანსიც გავუშვით ხელიდან, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყავით არამხოლოდ ამ კალათაში მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, არამედ მათზე ბევრად წინ და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ზუსტადად ივანიშვილის ხელით ეს შანსი ბოდიში ამ ჟარგონისთვის და გაგვემაზა. და ეს არ არის ისეთ შანსი, რომ უსასრულოდ მოგეცემა. შეიძლება ეს ფანჯარა, ეს სარკმელი დაიკეტოს და შეიძლება ევროპის დედაქალაქებში ითქვას, რომ იცი, აღარ გვინდა რახან ეს ხალხი ითმენს ივანიშვილს, იქნება ასეთები არიან. ზუსტად ამაზე მუშაობს დღეს რუსული პროპაგანდა, ამაზე მუშაობს ქართული ოცნებაც. ხო, ყველა ჯერზე როცა ჩადიან, სადაც ჩადიან, იძახიან, რომ ჩვენ ვართ ქართველი ხალხი, ჩვენ ვართ არჩეული ხელისუფლება და პატივი გვეცით. ანუ აქ მარტო ლეგიტიმაციის საკითხი კი არ არის, ბევრად რომ ზაკრული გეგმაა. საუბარია იმაზე, რომ იქ დასავლეთში დაილექოს აღქმა, რომ აი ესენი და არ აღწერ მათ. თავის ყველაფრით, თავის ქცევით თუ არა ადამიანობით, ანტიჰუმანიზმით, არა დემოკრატიულობით ასე შემდეგ
თითქოს ესენი არიან ქართული ხალხი. ძალიან ძნელია ახლა დააჯერო ვიღაცა იმ საინფორმაციო ეპოქაში, რომ აი შენ ახლა მოდი პროპაგანდა კი გეუნება ამას, მაგრამ დასერჩე და ნახე და ქართული ისტორია წაიკითხე და აღმოაჩინე რომ თურმე ასე არ არის, ხო? აქედან გამომდინარე ძალიან ვერაგი მესიჯია, ძალიან ვერაგი და მზაკრული გეგმაა და ეს გარკვეულწილად მუშაობს. აი რო იზახიან რომ ევროპა და დასავლეთ საქართველოს დაღლილია, მართლა ასეა. სამწუხაროდ გარკვეულწილად მართლა ასეა და 10 მაგათ უნდა დავაფასოთ ამ ფონზე ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ დასავლეთიდან. აი ჩვენ როდესაც საუბრობთ ირანის საკითხზე, ზაზა ახსენეთ დასაწყისში რომ ირანი ამ წუთისთვის სავაჭრო თემაა ივანიშვილის ხელისუფლებისთვის, ის დემონსტრირებს რაღაცა ტიპის ისეთ ურთიერთობას ირანთან, რომელიც რეალურად ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ, ახლა თქვენ აღნიშნეთ, რომ სულაც აღნიშნავს ურთიერთობას, რაღაცა ტიპის პირიქით პატრონყმულია ეს ურთიერთობაც ირანთან, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ფაქტობრივად ის დემონსტრირებს, რომ აი ნახეთ, მე მეგობრობ იმათთან, ვინც თქვენ ასე არ გიყვართ. პარალელურად ის ცდილობს ამ ურთიერთობების დალაგებას, ანუ მისი კურსი მაინც ისეთია, ამ ეტაპამდე მან ვერ გაიაზრა, რომ მას არც ერთი დასავლელი ლიდერი, არც ერთი, როგორც არ უნდა იყოს ის, არც ერთი დასავლური სისტემა არ მიიღებს ისეთს, როგორიც არის. ანუ ის ხომ ამბობს, რომ აი ალიევს ელაპარაკებით, მეც დამელაპარაკეთ. მეც ვიქნები ზუსტად ისეთი, როგორც მეც დავში ხალხს აქ თავისუფალი აზრისთვის, მეც ვცემ ქუჩაში ხალხს, მეც ვიძალადებ მას, მეც მივიღეთ ისეთი, როგორცაც ელაპარაკებით სხვებს. აი რატომ არ იღებენ მას ისეთს? მოდით იქნება ავუხსნათ მას და რაღაცნაირად ლოგიკურად განვუვითაროთ აი მთელი ეს სქემა, რატომ ვერ აღწევს ის ამ პროცესში წარმატებას. როდესაც ეუბნება ყოფილ პარტნიორებს, ახლა ვეღარ ვიტყვით რომ ამერიკა პარტნიორი არის, სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია ამ ეტაპისთვის. მათი მიღწევა საელჩოში დაპატიჟებულ ყოფნა. ხო, ეს დიდი მიღწევა. ეს არის მათი მიღწევა, დიპლომატიური გარღვევა. ეს როცა უნდათ, იმიტომ რომ არის ხოლმე მომენტები, როცა ესეც არ უნდა ივანიშვილს და ოლიგარქი საერთოდ ფიქრობს, რომ ეგეთ ღონისძიებებს არ უნდა იყოს წარმოქმნილი უმაღლეს რანგში, ისე როგორც იყო მაგალითად ირანში. მოკლედ, რატომ ვერ აღწევს, ვერ დებს შედეგებს ივანიშვილი, რომელსაც არ აკლია ფული ლობისტებისთვის, რომელსაც აქვს რაღაცა ბერკეტები, რომ დაარწმუნოს რუსეთი, უკაცრავად ამერიკა ამ ეტაპისთვის, რომ ახლა ჯერ მე ვარ აქ და აქ მე ვერავინ შემცვლის, ხო? და მე ვარ ესეთი და მიმიღეთ ესეთი. ну რამდენიმე მიზეზი აქვს ამას. ერთი პირველი ის არის, როგორც ქართველებმა გაშიფრეს ივანიშვილი, ასევე დასავლეთმა გაშიფრა, ელჩებმა, სამინისტროებმა, დედაქალაქებმა და შესაბამისად აღარ არის ისეთი მარტივი მათი მოტყუება, როგორც იყო რამდენიმე წლის წინ. მეორე ალიევი ახსენე და ალიევი თვითონ ხვდება დასავლელ ლიდერებს, თავის კარისკაცს არ ახვედრებს და თავის მოურავს არ ახვედრებს. არჩეული ლიდერია, რეალური ლიდერია, მოსწონ თუ არ მოწონ, ძალაუფლების ცენტრი არის ის. და შესაბამისად თვითონ ხვდება ამ წარმომადგენლებს და ივანიშვილი ხან ღარიბაშვილს აგზავნის, ხან კობახიძეს აგზავნის, ალიევი რო ჩამოდის, ახლა კობახიძე სადიდგა, კარგად გვახსოვს და ამის გახსენებაც კი იმდენად მტკივნეულია ამ ხალხისთვის, რომ პარლამენტში რა დებოში და ცემატყეპა მოაწყეს, რამდენიმე დღის წინ კი გვახსოვს, ხო? ეს მეორე მიზეზი. მესამე მიზეზი კი ის არის, რომ ვიმეორებ სინამდვილეში და შეიძლება ბანალურია, რასაც ვამბობ, შეიძლება ხშირად ვამბობ და მეუნებიან, რომ იმდენად ხშირად იმეორებ, რომ უკვე მოსაწყენი ამის მოსმენაო, რა ვიცი ხა, თუ რუსეთთან გინდა დალაგება, რუსეთთან დალაგდები რა. და ივანიშვილთანაც იგულისხმება, რომ დალაგდები. გულისხმობ იმას, რომ მას არ აქვს ზუსტად ის, რასაც სინამდვილეში საკუთარი თავის თავარ მიღწევად წარმოაჩენს. მას არ აქვს ნების ავტონომიურობა. ანუ ის თვითონ არ წყვეტს საქართველოს საგარეო პოლიტიკას. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ერთი დღის მონაცვლეობით მარია ზახაროვამ და ირაკლი კობახიძემ გააკეთეს იდენტური განცხადებები, რომ თურმე საქართველოს აქვს და უნდა გქონდეს მულტივექტორული საგარეო კურსი. ასეთი რამ ჩვენს თანამედროვე ისტორიაში არავის არ უთქვამს. ხო, პირველად ჩვენ ყოველთვის გქონდა პროდასავლური საგარეო კურსი. ყველასთან გვინდოდა მეგობრობა, კარგი ურთიერთობა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ევროპა ან ამერიკა ჩინეთით და ინდოეთით. ხო, ახლა ამას გვეუბნებიან. და ვიმეორებ რიტორიკის და ტერმინოლოგიის დონეზეც კი იდენტურია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ეხა კაცის კაცთან ლაპარაკი, ну არასერიოზული ხა ამდენი დრო თანამედროვე სამყაროში არავის არ აქვს. და აქედან გამომდინარე, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ აი ივანიშვილი ცდილობს ამერიკელებთან რაღაცები გაარკვიოს ურთიერთობები, ევროპელებთან ალბათ უფრო ნაკლებად, მაგრამ ამერიკელებთან უფრო მეტად. რა შემთხვევაში შეიძლება
რომ თქვან რომ კარგი ხა მოდი დაველაპარაკოთ ამ ივანიშვილს და რადგან ეს არის მოდი კონდეს ეს ლეგიტიმაცია ჩვენგანაც ასეთი რამ ნუ ერთი მხრივ თქვენ გამორიცხეთ როდესაც რუსეთის ფართო კონტექსტში ახსენით ეს რაღაცა მაგრამ ივანიშვილს აქვს თუ არა ეს ილუზია აი მის ქმედებებს მისი პარტიის ქმედებებს ეთყობა თუ არა რომ მათ შეიძლება ამ მიზანს მიაღწიონ რაღაც ფორმით რაზეა ეს დამოკიდებული ნუ გავიხსენოთ ის რომ სულ რაღაც არა 2 წლის წინ ის თავის ხალხს ეუბნებოდა აი ცოტაც მოითმინეთ ეს შეგვიძლია აი საერთოდ უნდა თუ არა ეს აი როცა საუბრობთ რაღაც დაალაგებაზე არის თუ არა ეს მართლაც კი მას უნდა ეს რამდენიმე მიზეზის გამო პირველი რუსეთს სჭირდება ის რომ საქართველოს იყოს რუსეთისთვის შავი ხვრელი და აქ ხდებოდეს ესეთი რაღაცეები სადაც მათ ეკნებათ საშუალება დასავლეთთან დაალაგებულ პირობებში ისეთ რაღაცები აკეთონ რასაც ვერ აკეთებენ ბელარუსში რასაც ვერ აკეთებენ თავად რუსეთში შესაბამისად საქართველოს რომელიც არის დაალაგებული ბჭყალებში ამერიკასთან რუსეთს ძალიანაც აწყობს ანუ ეს არის მათ მიერ კონტროლირებული ტერიტორია და თუ ეს კონტროლირებული ტერიტორია ასეთად არ პოზიციონირებს, არამედ პოზიციონირებს თითქოს ლეგიტიმური ხელისუფლება ყავს და ყველაფერი კარგად არის, ხო? მაშინ ბევრ რაღაცას გააკეთებენ ისე, რაც მათ ჭირდება და რაც აწყობთ, ხო? მეორე სუფთა სუბიექტურად ივანიშვილს რაც აქვს ნაკეთები და სულ ვიხსენებ ხოლმე ცნობილ ეთერს შავარამიშვილსა და რა ქვია მეორეს ლაშა ნაცვლიშვილს შორის, სადაც ამბობენ რომ ჩვენ რამდენი სიავე გვაქვს ნაკეთებია, მაგრამ ხალხმა რო გაიგოს სინამდვილეში რამდენად მეტი გვაქვს ნაკეთებიო, წარმოიდგინე რა მოგვივა, ხო? მათ ხო იციან რეები რა აქვთ ნაკეთები. ჯერ რამდენი ვიცით, რაც მედიაში გაჟღერებულა. რა მოგვივა, ეს ცოტა რბილად ნათქვამია და ნუ თუ რაღაცა გამოვედა რაც. დანარჩენი შეუძლიათ YouTube ვიდეოში თავად ნახოს მაყურებელს. ხო და მათ ჭირდებათ აი ამ სიავის კეთებისთვის ჭირდებათ რომ ადეკვატური რეაქცია არ იყოს ხალხის მხრიდან, რა ვიცი, ამას გზალავენ კანონების დონეზე, ძალადობით ახშობენ და მათ შორის აი ამ საერთაშორისო დაალაგებითაც უნდათ რომ რაღაცნაირად ამას ფარდა გადაეფაროს. ხო 2 წლის წინ ახლა მაგას ვიხსენებდით, ეუბნებოდა ის თავის ხალხს რომ მოითმინეთ ის, რასაც ქართველი ხალხი გეძახით ამ რუსული კანონის მიღების გამო, ხალხის ცემატყეპის გამო, თავყრის დავტვრების გამო, ხალხის მოწამვლის გამო, ვინაიდან მოვა ტრამპი და ყველაფერი დაალაგდება, ხო? აღმოჩნდა რომ რა ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. წელიწად ნახევარზე, მე წელიწად და 7 თვეა გასული და არათუ არაფერი არ დაალაგდა მათთან, არამედ უკრაინა იმარჯვებს, რაც სინამდვილეში ქართული ხალხის გამარჯვების მოახლოებასაც მოასწავებს. ანუ რუსეთის ფაქტორი არის ის რომ ივანიშვილს არ ცნობენ როგორც დამოუკიდებელ მოთამაშეთ, მაინც ეს გონიათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რის გამოც მასთან არ შეგვიძლია ასეთ და რაც შეეხება ქვეყნის შიგნით ბრძოლას. რაც შეეხება მის პოლიტიკურ ალტერნატივას. ამდენად ხედავთ ასეთ პოლიტიკურ ალტერნატივას. ჩვენ ვაკვირდებით საზოგადოება როგორი იბრძვის. მაგრამ ის ვინც უფრო მეტი ფუნქცია უნდა აიღოს თავის თავზე, ანუ გამომდინარე თავისი სტატუსიდან, გამომდინარე თავისი პოლიტიკური სტატუსიდან, გულისხმობ პარტიებს, პოლიტიკურ ძალებს, ხო, საზოგადოება აკეთებს იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. აი ამ უწყვეტი პროტესტით. მაგრამ პარტიებს აქვს თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, რომ იყვნენ ალტერნატივა ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც. აი აქ რა მდგომარეობა გვაქვს თქვენი აზრით? ხო, ივანიშვილის ძალისხმევის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია იქითკენ, რომ მოახდინოს ალტერნატივის განეიტრალება, ფრაგმენტაცია და მაქსიმალური დაბნევა საზოგადოებაში. ამას თვითონ პოლიტიკური სპექტრის ნაწილიც ხელს უწყობს, ზოგი შეგნებულად, ზოგი გაუაზრებლად. მე მჯერა რომ საქართველოში არსებობს მხოლოდ 2 პარტია. ეს არის რუსული პარტია და ეს არის ქართული პარტია. ანუ საბოლოო ჯამში ფრონტის ხაზი, პოლიტიკური ფრონტის ხაზი გადის აი ამ ერთ წითელი ხაზის გასწვრივ, ხო? მე არ მაინტერესებს ადამიანების არანაირი სხვა პრეფერენცია, თუ მეორე მხარეს არის ოკუპანტი, თუ მეორე მხარეს არის დამპყრობელი. ის ძალა, რომელიც მე მიშლის ევროკავშირში გაწევლიანებას, რომელიც მე მიშლის ცხინვალსა და სოხუმში დაბრუნებას, რომელიც მე მიშლის თავისუფალ განვითარებას, ხო? ჩვენ ყველანი ქართველები ვართ აქეთ, ეს არის ქართული პარტია. ჩვენი ამოცანა როგორც საზოგადოების არის, რომ აი ეს სეგმენტი გაერთიანდეს და ბოდიშ და ვისაც ეს არ მოწონს, ხო? სინამდვილეში არის, არ ვიცი, 50 ადამიანია, 100 შეიძლება არ იყოს. სინამდვილეში აი ჩვენ ეს უცნაური ვითარება გვაქვს, რომ 50 ადამიანი, რომელიც ერთმანეთს არის დაჯახებული და ზოგი ერთმანეთს რას ეძახის და ზოგი რას ეძახის, ყველას ერთ ქვაბში ნამდვილად არ მაგრამ იმაზე ვსაუბრობ, რომელიც აი ტალახის როლით არის დაკავებული.
აი ამ სურათს ბლარავს, რომ სინამდვილეში ორი პარტიაა. ნაცები და ხოცები კი არა, ქართული და რუსული პარტია. ანუ ყველა აქ ჩვენ ყველანი, ვისაც გვინდა ამ ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სოხუმში დაბრუნება, ჩვენ ვართ ქართული პარტია. აი ამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ყველა სხვა თემა მოიხსნას. ძალიან დიდი ბოდიში პატივს ვცემ ახლა იქ ვიღაც პროფესორები რო ჩამოდიან, რჩევლები ევროპიდან და ამერიკიდან და ხალხს რაღაც სოციალურ თემებზე ესაუბრეთ. ზუსტად გამსახურდა და მერაბ კოსტავა არ საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვექნება რაღაც უკეთესი ჯანდაცვა. შეიძლება უნდა ესაუბროთ, არ ვიცი, შეიძლება ვიღაც ახლა მოვიდეს და თქვას, რომ ამაზე უნდა ესაუბროთ, მაგრამ თუ მეორე მხარეს არის ტერი, რომლისგანაც ქვეყანა უნდა გაათავისუფლო, რაღაც მასლოუს პირამიდასავით ხო არსებობს, რომ ჯერ არის ეგზისტენციური მნიშვნელოვანი საკითხები და მერე მოდის რაღაც სხვა იგივე იმ 9 წლის განმავლობაში ხო იმ წინა 9 წლის განმავლობაში ხა 2003 წელს რაც იყო აქტუალური 2012-ში აღარ იყო აქტუალური ხო 2003 წელს რევოლუცია ვერ მოხდებოდა ციხეებში არსებული ვითარების გამო იმიტომ რომ გარეთაც ეგეთი ვითარება იყო და 2012-ში იმიტომ მოხდა რომ წინ წავიდა საზოგადოება და მოთხოვნები დაიხვეწა შეიცვალა ეხლაც ესე ვარ უნდა მივხვდეთ რაღაც თვალსაზრისით რომ ჩვენ კი ოდესღაც შეიძლება რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ იქ ვიყავით რომ გვესაუბრა დღე-დღეს განაკვეთზე ან საპენსიო ასაკზე მაგრამ დღეს იმ ვითარებაში ვართ როდესაც ან უნდა ჩვენი ქვეყანა დავიბრუნოთ და იმ გზით წავიდეთ სადაც ხალხს უნდა და ჩვენ ხალხს უნდა ისტორიულად ну ან იქნება ის რასაც სულ ო ვინაიდან აი ყველაფერი ფაქტობრივად ეხლა რაც თქვენ საუბრობთ ეგ განათლება მაგალითად პირდაპირ მიბმულია რეჟიმზე კი ბატონო რა თქმა უნდა ეკონომიკური ხედვები პირდაპირ მიბმულია რაღაც პრიორიტეტები ინვესტიციები პირდაპირ მიბმულია ჩაკეტილობაზე უпроსორად ვეღარ არის მიბმული ვერაფერზე იმიტომ რომ ქვეყანა ჩაკეტილია ანტიდემოკრატიულია აქ ინვესტორი ვერ ხედავს პერსპექტივას ყველაფერი მიბმულია ამაზე ამიტომ მართლაც რეჟიმის ცვლილების გარეშე დიცურაჩი ყველაფერი მარტივდება სინამდვილეში საუბარი ძალიან ესეთია რთული და შესაძლოა როგორც თქვენ ბრძანებთ ოადგილოც ამ ეტაპისთვის შეიძლება ასეც იყოს მართლაც კი ბატონო დიდი მადლობა მადლობა ზაზას გაცემაში სტუმრობისთვის